აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე სამკურნალოდ თურქეთში სტამბოლის ერთ-ერთ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამის შესახებ მედიას პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკურმა დირექტორმა ლალი ტურძელაძემ განუცხადა. მისი თქმით, რიჟვაძის თურქეთში გადაყვანის გადაწყვეტილება ოჯახმა მიიღო. ტურძელაძე ამბობს, რომ აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესებული იყო. წუხელ ღამით 2 საათზე თორნიკე რიჟვაძე გადაყვანილი იქნა სტამბოლის საავადმყოფოში საჰაერო გზით. მანამდე საუბრობდნენ პატრონების მოთხოვნით, აბსოლუტური მათი თხოვნა იყო ასეთი. იყო მანამდე საუბარი ამ თემაზე, მაგრამ ჩვენ იმიტომ არ ვთქვით გუშინ, რომ ჩამოყალიბებული არ იყვნენ ამაზე. გუშინ გვიან ღამით გადაწყვიტეს, თვითონ გამოიძახეს რეანიმობილი, ანუ თვითმფრინავი იქიდან ჩამოვიდა და გადაიყვანეს თორნიკე. თორნიკე იყო აბსოლუტურად სტაბილურ მდგომარეობაში. კონტაქტში შემოდიოდა შეხვედრებისას გაუმჯობესებული პარამეტრები, თუმცა მართვის უმთავრესად დავტოვეთ, იმიტომ რომ გადაყვანა უნდოდათ და არ შეიძლება მისი მოხსნა საჰაერო ფრენის დროს და მძიმე პაციენტია, რა თქმა უნდა, აპარატუს უმთავრესად, მაგრამ იყო გაუმჯობესებული პარამეტრებით აბსოლუტურად კონტაქტური. პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში თორნიკე რიჟვაძე ირაკლი კობახიძემ გუშინ ღამით მოინახულა. ოცნების პრემიერმა აჭარის მთავრობის ყოფილ თავმჯდომარეს გამოჯანმრთელება უსურვა და თქვა, რომ გამოძიება მომხდარის ყველა დეტალს შეისწავლის. კობახიძე ჟურნალისტებმა კითხეს, ხომ არ დაინტერესდა ვინ აბრალებდა რიჟვაძეს ბარიგების მფარველობასა და კორუფციას, რომლის შესახებაც პროსახელისუფლებო მედიის მიერ გავრცელებულ წერილშია საუბარი და რომელიც თითქოს და რიჟვაძემ თვითმკვლელობის მცდელობამდე დაწერა. ოცნების პრემიერმა ამ კონტექსტში კრიტიკული ტელევიზიები ახსენა და თქვა, რომ ხელისუფლების წარმომადგენლებს ოპოზიციური მედია ბევრ ტყუილს აბრალებს, რაც მათთვის სტრესულია. კობახიძის რიტორიკის გამეორება დღეს მისმა თანაგუნდელებმაც სცადეს. ისე მცდელობა გაქვთ, რომ დეზინფორმაცია გავრცელოთ. ის რომ TV პირველი და თქვენი მოკავშირე ფორმულაც რომ მავნებლოთ, რომ შეგიძლიათ. აი აგე პირადად მაგალითად ჩემზე. არა, რატო? ერთი წამ, რატო? ამიტომ თვითმკვლელობამდე ვერ მივიყვანეთ? ამიტომ? აბა პასუხობდა მაცადეთ ახლა. არა. გინდა პასუხი? ასუხი გინდათ? ასუხი გინდათ? ორ ჩამოიწურა კითხვა, შემდეგ მე ცდელობა გქონდა. დავამთავრე თემა. რიჟვაძის სავარაუდო თვითმკვლელობის მცდელობაზე კობახიძის განცხადება შეფასებები მოჰყვა ოპოზიციაში. ოცნების ოპონენტები ამბობენ, რომ ისრების კრიტიკულ მედიაზე გადატანით ივანიშვილის პარტიის წევრებს შიდა კრიმინალური გარჩევების გადაფარვა სურთ. ქართულ ოცნებაში მიმდინარე რღვევის და კრიმინალური გარჩევების გადასაფარად ახლა ადანაშაულებენ მედიას ცილისწამებლურ კამპანიაში. ქართული ოცნება არის დამნაშავე იმაში, რომ აწარმოა სისხლიანი კამპანია საარჩევნო პერიოდში, იმაში, რომ პირდაპირ ერთ-ერთში მოუწყო ბართლომის ღამე მედიის წარმომადგენლებს, იმაში, რომ ახალისებს ცილისწამებლურ კამპანიას და მუდმივად საუბრობს სიძულვილის ენას, ასე რომ დამნაშავეები არიან ქართულ ოცნებაში. ეს არის ჩვეული სტილი დღევანდელი ხელისუფლებისა, რომ მათი კორუფციული ქმედებები, მათი მოღალატეობრივი ქმედებები, მათი დანაშაულები გადაბრალება მოხდეს სხვაზე და ის განცხადებები, რომელიც გავაკეთეთ, დარწმუნებული ვარ, შინაგანად თქვენს ტელევიზიებს ცოტა უხერხულობა უნდა გქონდეთ იმისა, რა განცხადებაც გააკეთა ირაკლი კობახიძემ. ამიტომ, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი არის მათი დაწერილი სცენარი, მათი განხორციელებული პროცესი და ამ ხელისუფლების პირობებში თუ არა დარწმუნებული ვარ, ეს ძალიან მალე გაირკვევა, როცა აღარ იქნება ხელისუფლებაში ის რეჟიმი, რომელმა რეჟიმაც მოუსპო ქვეყანას სუვერენიტეტი. ვინ შეიძლება ბატონ რიჟვაძე დაადანაშაულოს, თუნდაც იმ წერილში რაც ეწერა, ხო, კორუფციაში, აი ვინ შეიძლება ქვეყანაში რიჟვაძე დასტრესოს ისე, რომ ამ მდგომარეობამდე მიიყვანოს თავი და მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ კითხვებს პასუხი გაეცემა ხალხში მაინც, იმიტომ რომ არ ვიცი ხა არავის კობახიძე თუ ფიქრობს, რომ ვინმე სერიოზულად მიიღებს იმ განცხადებას, რომ ბატონ რიჟვაძე ოპოზიციური ტელევიზიებიდან გაკეთებული განცხადებებით დაისტრესა, ეს რა თქმა უნდა ესე არ არის, ხო? დავავალოთ გამოძიებას რა სიტყვიან, იქ იყო ასევე წერილზე საუბარი, ერთ დღეს ერთ რაღაცას ლაპარაკობდნენ წერილზე, მეორე დღეს მეორე რაღაცას ლაპარაკობდნენ წერილზე, ეს მნიშვნელოვანი არ არის. დავავალოთ გამოძიება როგორ დამთავრდება. 7 ივლისს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ საგარეჯოს ჯეო ჰოსპიტალში გულმკერდის არეში ცეცხლნასროლი ჭრილობით აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე იყო მოთავსებული. უწყებამ გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 115 მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიიყვანას გულისხმობს. ფაქტთან დაკავშირებით ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად
შენახვისთვის ბრალდებული სახით დაკავებული იყო ალექსი ახვლედიანი. მას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელის უფლებამოსილება დღეს შეუწყვიტეს. ახვლედიანი თბილისის საქალაქო სასამართლომ გუშინ 30,000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. გასროლა რომლის შემდეგაც თორნიკე რიჟვაძემ ცეცხლნასროლი ჭრილობა მიიღო, სწორედ მის სახლში მოხდა. ფაქტიდან მალევე პროსახელისუფლებო მედია მტკიცებით ფორმაში საუბრობდა იმაზე, რომ აჭარის მთავრობის ყოფილმა თავმჯდომარემ თვითმკვლელობას სცადა. მათივე ცნობით, სუიციდის მცდელობის წინ რიჟვაძემ წერილი დატოვა, რომელშიც წერს, რომ მომხდარში ალეკო ახვლედიანი არაფერ შუაშია, რადგან მისი იარაღი ჩუმად თავად აიღო. ამავე წერილში ვკითხულობთ, რომ მიზეზი ერთია, მას კორუფციას და ბარიგების მფარველობას აბრალებენ. წერილის თანახმად თორნიკე რიჟვაძე ბიძინა ივანიშვილსა და ირაკლი კობახიძეს ოჯახის დაცვას თხოვდა. გავრცელებული წერილის პოვნას და წარმომავლობას არადასტურებს არც ერთი კლინიკა. ეკუთვნის თუ არა იგი ნამდვილად თორნიკე რიჟვაძეს, ამაში ეჭვი ეპარება თავად ოცნების წევრების ნაწილსაც.